სახერხის საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევა სამართალდამცველებმა ქარელის მუნიციპალიტეტში ერთი მოქალაქე დააკავეს, ბრალდებულს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დიტო ყირიმლიშვილის სიუჟეტი. ბრალდებულს უკანონო სახერხის საამქრო ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში ჰქონდა მოწყობილი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ნივთმტკიცება დამოიღეს ეგრეთ წოდებული ლენტური ტიპის ხერხი. აღმოჩენილია წიწვოვანი ჯიში 70 ხისმორი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დანაშაულის 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხეთყის უკანონოდ მოპოვების 2 ფაქტი გამოავლინეს ხონის მუნიციპალიტეტში. აღმოჩენილია ჯამში 16 კუბურ მეტრამდე სამასალე მერქანი, მათ შორის წიფელი, მურყანი და წაბლი, რომელიც წითელი ნუსხითაა დაცული. ამ შემთხვევაში საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. უკანონოდ მოპოვებულ მერქნულ რესურსს შორის არის წაბლის სახეობა, რომელიც წითელი ნუსხით არის დაცული. შესაბამისად, საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები გადაგზავნილია შემდგომი რეაგირების მიზნით საგამოძიებო უწყებაში. ხეთყის უკანონო მოპოვება ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა აჭარაში, სამეგრელოზე მოსვანეთში, სამცხე ჯავახეთში, კახეთში, იმერეთსა და რაჭალეჩხუმში. ჯამში სამართალდამცველებმა ივნისში კანონდარღვევის 123 ფაქტი გამოავლინეს. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში განმარტავენ, რომ დანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24 საათი პატრულირებენ. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აგრძელებს უკანონო ხეთყის სარგებლობის ფაქტების კონტროლს, ასევე გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი იყენებს ბოლო წლების განმავლობაში თანამედროვე ტექნოლოგიებს, მათ შორის უპილოტო საფრენ აპარატურას, დრონებს, რითაც ხდება სხვადასხვა რეგიონებში უკანონო ხეთყის სარგებლობის და არა მარტო ზოგადად გარემოს დაცვითი სამართალდამცველების გამოვლენა, ეფექტური რეაგირება და პრევენცია. ტყით უკანონოდ სარგებლობის მაჩვენებლის შემცირება კანონის გამკაცრებამ განაპირობა. ფინანსური სანქციები გაზრდილია როგორც ხეთყის უკანონოდ შრის, ასევე დაურეგისტრირებელი საამქროს აღმოჩენის შემთხვევაშიც. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული გამოვლენილი ფაქტი, სადაც ფიქსირდება უკანონო ხეთყის ჭრისა და გადამუშავების შემთხვევები, გამოვლენის ის აქტიური ქმედებები, რაც ბოლო პერიოდში მიმდინარეობს, უნდა იყოს იმის საპრევენციო, რომ ყველა სხვა ადამიანი, რომელიც გადაწყვეტს, რომ უკანონოდ მოიპოვოს ჩვენი ხეთყი და გადაამუშავოს, კარგად გაითვალისწინოს, რომ კანონი არის ძალიან მკაცრი. ბოლო 6 თვეში გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ტყით უკანონოდ სარგებლობის 877 ფაქტი გამოავლინეს. ამავე პერიოდში დაიხურა 38 სახერხის საამქრო.